კარიესი შესაძლოა პროგრესირდეს 2 წლამდე ასაკის პაციენტებშიც, რომლებიც საკმაოდ მოწყვლადები არიან სტომატოლოგიური манипуляციების მიმართ. ჩვენ მოგმართა 1 წლის და 11 თვის პაციენტის მშობელმა, პატარას აწუხებდა წინაკლეების პროგრესირებადი დესტრუქცია, გრძნობელობა, პერიოდული ტკივილები და ამასთან დაკავშირებული ძილის და კვების რეჟიმის დარღვევა. ადრეული ბავშვთა კარიესის მაპროვოცირებელი ფაქტორი ამ შემთხვევაში გახლდათ გახამძვირებული ძვირთი კვება. მშობლები ხშირად ფიქრობენ, რომ ესეთ დაბალ ასაკში მკურნალობის მიღწევა შეუძლებელია და ელოდებიან სარძივე კბილთა მოცვას, რაც ერთნიშნულოვნად არასწორი გადაწყვეტილებაა. კონსულტაციის ვიზიტზე ბავშვის პირისხოს შეფასების შემდეგ დავსვით წინასწარი დიაგნოზები და დავგეგმეთ მკურნალობა ზოგადი ანესთეზიის ქვეშ. მკურნალობის უახლესი მეთოდების გათვალისწინებით მოხდა ყველა სარძივე კბილის ფუნქციური და ესთეტიური რესტავრირება. დღეს არსებული პედიატრიული ცირკონის გვირგვინები საშუალებას გვაძლევს უსწრაფესად და მარტივად მოვახდინოთ პირისხოს სრული რეაბილიტაცია ბავშვთა ასაკში. მკურნალობა ძილში გაგრძელდა 2 საათი და პატარა პაციენტი იმავე დღესვე გაეწერა ბინაზე. დღეს უკვე წელიწადზე მეტი გავიდა ბავშვის მკურნალობიდან და მისი პირისხოს ჯანმრთელობა აბსოლუტურად სტაბილურია და შეესაბამება ნორმას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, ბავშვის პირისხოს ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია მისი ზოგად ჯანმრთელობასთან და ცხოვრების ხარისხთან.